Adonai Irakli Kilotsa. მე მაიას მივეცი თქვენთვისაც საიგვინო კრებული დავით პრიაშვილი 150 ჩემათაგა მე მაიას მივეცი რომ ირაკლის გილოცა დიდი მადლობა 7 მინისტრი ჩემი მეგობარია აქ დიდი მადლობა იმიტომ იქნება სახალხო მთავრობა სახალხო მთავრობა მე დავაყენე კარგი გოგო ვარ მაგრამ ახლა ხან ვიდი არა უნდა ავიდე ყველა ვარიანტში აუ გეხვეწები რა 4 წუთი დარჩა რა სხვას ვისუნო 4 მანამდე თუ შეიძლება კი ბატონო შეიძლება ამი კი კი ბატონო დავიწყოთ ბატონო პირველ პერიოდში და რეგულარობის გატარებას ამბირებს პირველ რიგში მთლიანად შესასწავლია თავდაცვის სტრუქტურა ჩვენი სამხედრო შეერაღებული ძალების მზადყოფნა სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი გარდამავალი ჯგუფი იქნება წარგზავნილი თავდაცვის სამინისტროში შეისწავლიან ვითარებას მთავარი პრიორიტეტი ჩვენი იქნება რომ ყველა პროფესიონალი ოფიცერი დაბრუნდეს და თავისი საქმე გააგრძელოს თავდაცვის სამინისტროში შეერაღებულ ძალებში ასევე თავდაცვის სამინისტრო აღარ იქნება სადამსჯელო სამინისტრო მისი ფუნქცია იქნება ქვეყნის უსაფრთხოების და თავდაცვის ამაღლება ასევე გაანალიზდება ბოლო წლების განმავლობაში თუ რა იყო მიზეზი ჩვენი სამხედრო წარუმატებლობების და ბუნებრივია სწორი დასკვნები გაკეთდება და ამაზე აეგება მთელი ჩვენი თავდაცვის დოქტრინა. პრინციპული მნიშვნელობა აქვს რომ გაგრძელდეს ძალიან მჭიდრო ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ჩვენ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის და შეერაღებული ძალების წარმომადგენლებთან, ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამხედრო მონაწილეობას საერთაშორისო ოპერაციებში ავღანეთშიც და მხოლოდ მას მერე წამოვალთ იქიდან, როდესაც ჩვენი მისია იქნება შესრულებული. ბიუჯეტში ცვლილებები არის რაღაცები და თავდაცვის სამინისტროს ცოტა მომატებული და აი ამ კარგი გეგმებს და სტრატეგიას ეს მცირე თანხა თქვენ როგორ ფიქრობთ ეყოფა თუ მომავალში კიდევ განიხილება კიდევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და თავდაცვა არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი. ამიტომ ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაში თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე ფულს არავინ არ დაიშურებს. იქნება უბრალოდ სწორი მიდგომა, სწორი პრიორიტეტები და თავდაცვის დოქტრინა იქნება განხორციელებული ბოლომდე. ბატონო ირაკი, სამომავლო გეგმებზე რომ დიახ. აი პირველ რიგში ვთქვათ, რას გააკეთებთ თქვენ? პირველ რიგში წავა ჩვენი გარდამავალი ჯგუფი, კონკრეტულად თავდაცვის უწყებაშიც და ასევე სხვადასხვა სამინისტროებში შეისწავლიან თავიდან ბოლომდე ვითარებას. ჩვენ ყველა პროფესიონალი ოფიცერი სამხედრო უნდა დაუბრუნოთ თავდაცვის უწყებას. ასევე შეესწავლილი იქნება მთელი წლების განმავლობაში თუ რა იყო ჩვენი სამხედრო წარუმატებლობის მიზეზი, გაანალიზდება ეს და სწორედ ამაზე აეგება შემდეგ უკვე ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოების სტრატეგია. რაც შეეხება სამხედრო მისიებს ავღანეთში, თქვა, ამასთან დაკავშირებით თუ გეგმავთ რამე ცვლილებას თუ როგორ იქნება? ჩვენ დავრჩებით ავღანეთში, ვიდრე ჩვენი მისია არ იქნება ამოწურული და შემდეგ ჩვენ ბიჭებს დაუბრუნებთ ქვეყანას. შეიძლება ბატონო ბატონო ირაკი შეიძლება საკითხი როგორ მერიდება სამართლობის აღდგენა ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივად უნდა მოხდეს ყველა დავის დარღვევა, ასე რომ აუცილებლად თქვენც და ძალიან ბევრია ქონება წარქმეული, უფლება წარქმეული ადამიანი და ამას სამართლებრივად გადავწყვიტოთ აუცილებლად. ჩემნაირია დასაგადებელი არავინ არის ბატონოიდები, რადგან მე 10 წელია სასამართლოზე ვიდექი, ახალ გარემოებათა გამოც კი ეხლა სტრასბურგში მაქვს საქმე, მე 4 წელიწადია. ვიყო ჩაღი და ამ თავის კი ბატონო, მივიყვანთ ბოლომდე. მე როგორ მოვხდები? Ну, уже кабинет пока не назначен, это кандидаты, которые нашли сегодня выявлен. Конечно, Азербайджан это один из самых стратегических партнеров Грузии.
мы будем еще более углубляться наши стратегические отношения, это братские отношения. Мы без друг друга просто не можем жить. Так что я буду очень рад, когда у меня появится сейчас встретиться с моим коллегом с Азербайджана. И я хочу заверить азербайджанский народ, что наши отношения еще более будут углубляться. Это азербайджанцы, которые наши граждане, конечно, они будут более интегрированы грузинские, не только структуры и министерства, но вообще интегрированы в общество. У них будет все возможности быть активными в политике, в социальной сфере, так что это наши граждане, и мы их очень уважаем, и они будут себя чувствовать как дома. Так как было это, но они более будут продвигать наш интеграционный процесс. Спасибо. მესმის. ორი წუთი და 20 წამი ეთერა. ეს ტელეფონი ვიღაცამ დათიშოს რა. ორი წუთი მა. როცა და გაიხარ. დიდი მადლობა. Там сложили свою ქალბატონეთია ხო არის? არის? ქალბატონეთია ხო არის? აქ არის ზემოთ არის. შენი ვერდოთერ სახელმწიფო თავური მოგვიადგინა სტაჟურა მივხვდი, აქ ვინც არის? საუბარს კადრებს რადგან აი მაშინ ვერ ჩაგერთებით უნდა ავიდე ხა ზემოდან სხვადასხვა. ხო და კადრებს გადმოგივარებ ზავ და თორე უბრალოდ პრეზენტაცია თორე გასაგებია. მაშინ გამზადებული უნდა დამოხდო, რომ გადმოვალ და ეგრევე უნდა ჩავა. არა, პირველ არხზე თუ მზად არის, ჯერ პირველ არხზე უნდა ჩავა. თავს. მოდგომა შესულია? რამდენი ხელი გალოდინება ხოლმე? სიქმანებია მინისტრების და მერეტრებია. ჩემთან ეხლა ვერ მოვასწრებ თუ უნდა ავიდე და ერთი ორი დღე ვერ მოვახერხე რომ ზოგადად უნდა წავიდე ეს. აი ზეგიდან შეიძლება. კი ბო აქ იკითხეთ და დატოვეთ თქვენი ტელეფონის ნომერი. ეხლავით შეგიძლია, მაგრამ 3 დღეში ჯობებდო, ეხა ისეთი ქაოსია, კაცი და ჩავწი არ დაგაკეთე. კი ბატონო, კი ბატონო.
კი, აი აქ გამოვა. აღარ მესმის. მოგესალმებით. მადლობა. კანდიდატურები არის უბრალოდ ჩვენ ბატონი ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს გარკვეულ კონსულტაციებს, მათ შორის ისეთ სპეციალისტებთან, ექსპერტებთან, რომელიც დღეს საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ეს დროის სხვაობა აისახა კონსულტაციების ისრაფეზე, ამიტომ ჩვენ დრო გვაქვს. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნება, რომ დღესვე გაეცხადებინა რიგი მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, ასე რომ მოახლოეს დღეებში, როგორც ითქვა, დღეს ხვალ უკვე საბოლოოდ დასრულდება უკვე ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შესწავლა და შემდეგ უკვე წარედგინება საზოგადოებას. დიახ, სწორედ ეგ ვიგულისხმე, არის კონსულტაციები ისეთ ჩვენს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალიზმის მქონე ადამიანებთან, მოქალაქეებთან, ვინც დღეს საზღვარგარეთ მოღვაწეობს. ასე რომ მოახლოეს დღეებში თავად ბიძინა ივანიშვილი გააცნობს საზოგადოებას დარჩენილ ვაკანურ თანამდებობებზე. მე გითხარით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად გააცნობს საზოგადოებას. კამათი იყო, რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეულ კანდიდატურებზე, ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. წარმოადგინა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხედვა, ძირითადად შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ცვლილება არ მოხდარა, იმიტომ რომ თავიდანვე ძალიან გააზრებული, დაფიქრებული კანდიდატურები და სტრუქტურა შემოგვთავაზა მომავალმა პრემიერ-მინისტრმა. ეხლა მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ორი სიტყვით გითხრა, რომ თავდაცვის უწყებაში დღესვე პრაქტიკულად გაგზავნილი იქნება გარდამავალი ჯგუფი, რომელიც შეისწავლის თავიდან ბოლომდე თუ რა ვითარება თავდაცვის სამინისტროში. თავდაცვის სამინისტრო აღარ იქნება სადამსჯელო უწყება. თავდაცვის სამინისტროში აღარ იქნება ის უკანონოებები, რაც ამდენი ხნის წლების განმავლობაში ხდებოდა და რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრის იქნება ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლება, ჩვენი სამხედრო შეიარაღებული ძალების ბრძოლის უნარიანობის ამაღლება, ყველა პროფესიონალი ადამიანი, ერთი ოფიცერიც, ერთი ადამიანიც, ვისაც აქვს სამხედრო განათლება, არის პროფესიონალი, არ იქნება დაკარგული და ძალიან ბევრმა დატოვა სწორედ ამ უწყების ხელმძღვანელების სვლასთან დაკავშირებით თანამდებობები. ჩვენ შევარჩევთ, დავუბრუნებთ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო შეიარაღებულ ძალებს და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყანას ეს არ გაუკეთებია ჯერო გაანალიზდეს ბოლო 20 წლის განმავლობაში რა იყო ჩვენი სამხედრო წარუმატებლობების მიზეზი. ეს ანალიზი თავმოყარე ქვეყანამ უკვე უნდა დავიწყოთ, გავაკეთოთ, რომ იგივე შეცდომები მომავალში არ დაუშვათ. თავად გაგაცნობენ დასახელებული კანდიდატები მათ უწყებებში განსახორციელებელ რეფორმებს, მაგრამ თავარი მინდა გითხრათ, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. თავარი კრიტერიუმი არის გამოცდილება, პროფესიონალიზმი და თავადაც აღხსენა, რომ უმკაცრესი მოთხოვნა იქნება ყველა მინისტრზე, მინისტრის მოადგილეებზე, რომ ეს სტანდარტი არ დაიწიოს. პოლიტიკური თანამდებობის პირები იცვლება და ესე იქნება მომავალში. თავდაცვის უწყება განსაკუთრებული უწყება, იმიტომ რომ იქ პრაქტიკულად ყველა მისულმა მინისტრმა ქირურგიული ჩარევა განახორციელა, იმიტომ რომ მოერგოთ უწყება თავის თავზე. არაფორმალური მართვის სტილი იყო შემოღებული. პრაქტიკულად თავდაცვის უწყება სამართალდაცვითი ფუნქციები ჰქონდა თავზე აღებული. ეს ყველაფერი არის გასაწმენდი, დასალაგებელი და ჩვენ ამას შევძლებთ ძალიან მალე და ქვეყანას ეყოლება გამართული სამხედრო შეიარაღებული ძალები და ასევე სამინისტრო, რომელიც იქნება ერთ-ერთი სამაგალითო სამოქალაქო კონტროლის უწყება ჩვენს ქვეყანაში.
ეს ბუნებრივია, გარკვეულწილად იქნება პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება, თქვენ იცით რომ უმრავლესობა სადაც უკვე ნაციონალურ უმცირესობას შორის პოლიტიკური შეთანხმება ძირითადად შედგა, რომ მთავრობის ყველა წევრი იქნება პრემიერ-მინისტრის მიერ შერჩეული და შემდეგ უკვე დანიშნული, მათ შორის ისინი, რომელიც წარმოადგენენ პრეზიდენტის დისკრეციაცას. ეს არის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ალბათ განხორციელდება სხვა ცვლილებები, რომელიც ასევე ეხება პრეზიდენტის ექსკლუზიურ მართვას. დღეს 3 საათზე იქნება შეხვედრა, მინისტრების კანდიდატებს იქ არ განვიხილავთ, იქ განვიხილავთ თუ ვინ კონკრეტულად წავა გარდამავალი ჯგუფების ხელმძღვანელები უწყებებში. ეს უნდა დაასრულოს ძალიან სწრაფად. ჩვენ გვაქვს უამრავი ინფორმაცია, რომ იქ ნადგურდება დოკუმენტაცია, უამრავი ინფორმაცია, რომ თუნდაც ოპერატიულ-ტექნიკური შესაძლებლობები გადაიწერა ისეთ უწყებებზე, რომელიც ასევე პრეზიდენტის ექსკლუზიურ მმართველობაში არის. ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით აბსოლუტურად ბავშვური, ინფანტილური გადაწყვეტილებები, რომელიც გამოსწორდება, თუმცა ვიდრე უწყებებში არ შევალთ, ამის ნათელ სურათს უკვე შემდეგ წარმოგიდგენთ. მე მგონია, რომ როგორც დაიწყო ამ მუშაჯგუფმა მუშაობა საქმიანად, ასევე გავაგრძელებდა და დიდი წინაღობები მთავრობის გადაცემის პროცესში არ იქნება. ეს არის გაგება, რომელიც აქვს უკვე გამარჯვებულ კოალიციას და დამარცხებულ ნაციონალურ მოძრაობას. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა თქვენ. მოდივართ ფოტოთაურიკე. ბატონო ირაკლი მზად ვართ, აი აქ არის კამერა. მადლობა. ხო. მადლობა თქვენ.